ტრეიდერი ხარ თუ ინვესტორი? ეს არის ერთ-ერთი ხშირი კითხვა, რასაც მისმევენ. ერთი შეხედვით ორი სხვადასხვა მცნებაა. ტრეიდერი ეს არის პროფესია, ხოლო ინვესტორი ეს არის ადამიანი, რომელიც ყიდულობს ერთადერთ რამეს, ეს არის მომავალს, რომ მის მიერ შეძენილ აქტივს მომავალში სხვა უფრო ძვირად შეიძენს. მაგრამ რეალურად რა ხდება TAPE-ს მიღმა, ეგრეთ წოდებული სავაჭრო ფირის უკან. ტრეიდერები დღის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით არიან დაახლოებით 25 მილიონი ადამიანი, რომლებიც პროფესიონალურად ცდილობენ, დაკავდნენ, გააკეთონ სხვადასხვა ყიდვა-გაყიდვის პროცედურა იმისთვის, რომ მიიღონ ყოველდღიური სარგებელი. ასევე ინვესტორები, რომლებიც ცდილობენ დააბანდონ, იყიდონ, გაყიდონ სხვადასხვა დროის მონაკვეთში ან გრძელვადიან პირობებში, ასეთი ადამიანების რაოდენობა საშუალოდ დღიურად 165 მილიონი ადამიანია. ეხლა რა ხდება რეალურად? ადამიანი, როდესაც ფინანსურ ბაზრებზე მოდის, იწყებს ტრეიდინგის გზას, მას ძალიან დიდი და ხანგრძლივი გზა აქვს წინ გასავლელი. მისი წარმატების ფორმულა არის დაახლოებით 2%. მეტი არა, არ მოგესმათ. ეს არის მხოლოდ 2%, რო თქვენ გაივლით ეკლიან გზას. ნებისმიერი ტრეიდერი, როდესაც შემოდის, მას აქვს რამოდენიმე ფაზა, რას აკეთებს თავისი ცხოვრების, მომავალი ცხოვრების განმავლობაში. გეტყვით ამას, რომ ტრეიდერების 100%-დან მომდენ 2 წლის შემდგომ ბაზარზე საერთოდ ყოფნა უნდა დაახლოებით 20%-ს. ანუ დანარჩენი 80% უკვე დანებდა, უკვე შეჩერდა და მათ აღარ უნდათ და აღარ აქვთ სურვილი გააგრძელონ ვაჭრობა ყოველდღიურ რეჟიმში. ეს დანარჩენი 20% შემდგომი 2-დან 6 წლამდე თავის გამოცდილებას, თავის ენერგიას და ენთუზიაზმს ავლენს იმისთვის, რომ რაც შეიძლება შექმნას სტაბილური შემოსავლის წყარო და სტაბილური სავაჭრო სისტემა. ეხლა რა ხდება ამის შემდგომ? 6 წლის მერე თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები რჩებიან ყოველდღიურ ტრეიდინგში, იმითი რითიც თავიდან უნდა ყველას დაკავდეს. შესაბამისად, ნებისმიერი პროფესიონალი ტრეიდერი 6 წლის შემდგომ დაახლოებით სტატისტიკურად ცდილობს დაიწყოს მშენებლობა თავისი აქტიური საინვესტიციო პორტფელის. საინვესტიციო პორტფელის სრულ შექმნას იმისთვის, რომ მან მიაღწიოს ფინანსური თავისუფლება, ჭირდება დაახლოებით 15 წელი. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანს თავისი ტრეიდერის ის ნიჭი სადმე გაუქრა ან დაკარგა, არა, მაგრამ მან შეძლო და ვიმეორებ, ერთეულების გარდა, ერთეულები არიან რა თქმა უნდა, რომლებიც წლების და აწრეულების შემდგომაც კი ისევ ბირჟაზე რჩებიან როგორც პროფესიონალ დეი ტრეიდერებად, მაგრამ ძირითადი ნაწილი, ანუ ამ დარჩენილი ჩვენი 20%-ից 90% ხდება როგორც ტრეიდერი, დამატებით ცდილობს უფრო შორ ვადაში ვაჭრობას, მაგრამ ასევე იწყებენ პროფესიონალური თავისი ფინანსური პორტფელის აშენებას, რომელიც მათ მიცემს სტანდარტულ შემოსავალს. შესაბამისად, შევეცადე მცირე პასუხი გამეცა თქვენი კითხვისთვის, ტრეიდერი ვარ თუ ინვესტორი, არ აქვს მნიშვნელობა, რაც მეტად პროფესიონალი ტრეიდერი ხარ, შენ ყოველთვის დროთა განმავლობაში მაინც მიხვალ იმ ეტაპამდე, სადაც გახდები ინვესტორი. ანუ თეზისი, რომ ყველა ტრეიდერი არის ინვესტორი, არის მართალი, მაგრამ ყველა ინვესტორი არ არის ნამდვილად ტრეიდერი. აი, ინვესტორებს კი თუ მე შემეკითხება ვინმე, ნამდვილად ჭირდებათ თუნდაც საბაზისო განათლება ტრეიდინგის, რომ თავიანთი სავაჭრო კაპიტალი, ინვესტიციო კაპიტალი ბოდიშით, უფრო სწორად დააბანდონ, სწორად განკარგონ, სწორად მიმართონ იმისთვის, რომ მათ მაქსიმალური სარგებლის ამოღება შეძლონ. ჩვენ ყველაფერს ამაზე ვისაუბრებთ ამ ჩვენს YouTube არხზე, მომავალში იქნება სხვადასხვა შეხვედრები სხვადასხვა ადამიანებთან, რომლებიც ცდილობენ პროფესიონალურად დაკავდნენ როგორც ტრეიდინგით, ასევე არიან ინვესტორები. ზოგადად ვისაუბრებთ ყველაფერს, მრავალი შეხვედრა გვექნება კაპიტალის ბაზრებთან დაკავშირებით, ასე რომ შემოგვიერთით, გაიზიარეთ, რომ არ გამოგრჩეთ და მიიღეთ განათლება, რომელსაც პროფესიონალები, გამოცდილი ადამიანები შეეცდებიან აბსოლუტურად უფასოდ გაგიზიარონ და განახონ ბლოდ თვითონ რა გზა გაიარეს. კარგად ბრძანდებოდეთ, დიდი მადლობა.